2026 წლის 7 მაისი, ჰორმუზის სრუტე. სამი ამერიკული გამანადგურებელი, USS Trumpstani, USS Rafael Peralta და USS Masoni, ნელა გადიან დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წყლის მონაკვეთს. ირანის სანაპიროდან ირანის რევოლუციური გვარდიის სარდლები ტელესკოპებით აკვირდებოდნენ. ამერიკული გემები დაუცველად გამოიყურებიან. ისინი ირანის საკუთარ წყლებში მცურავ იოლ-3 ზნეებს გვანან. მათ არ იცოდნენ, რომ სწორედ აქ უნდოდა შეერთებულ შტატებს მათი ყოფნა. მომდევნო რამდენიმე წუთში ირანი თავის საზღვაო დოქტრინის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებდა. ხელავთ ეს იყო მახე. ისეთი ფრთხილად დაგებული მახე, რომ ირანი პირდაპირ შიგნით შევიდა. ვერც კი მიხდა, რომ კარი უკვე დახურული იყო მის უკან. გესმით, როგორ მოახერხა აშშ-ის საზღვაო ძალებმა, რომ ირანი თავად გამოეჩინა ის ქსელი, რომლის დამალვასაც 10 წლეულები მოანდომა. უნდა გაჩვენოთ ზუსტად რა მოხდა. მოდით გადავხედოთ ამ ანგარიშს. ეხლა სანამ დავიწყებ, ყველა შეგახსენებ. დააჭიროთ კომენტბის, დააჭიროთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმთან და ასევე დაგეხმარება ჩვენი მომავალი ვიდეოების ყურებაში. ეხლა კი შეხედეთ. აშშ-მ განახორციელა ბრწყინვალე სამხედრო მანევრი, რომელმაც აიძულა ისლამური რესპუბლიკა გამოეჩინა თავისი დამალული საზღვაო და სარაკეტო ქსელის ნაწილი სპარსეთის ყურეში. როგორც ადავარი ამბობს, ეს უნდა შესთავაზოს სატყუარა მის მოსატყუებლად. გააჩინო არეულობის შთაბეჭდილება და შემდეგ დაარტყა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მოხდა 2 დღის წინ ჰორმუზის სრუტეში. სამი ამერიკული Early Burkis კლასის გამანადგურებელი, რომლებიც 7 მაისის დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. USS Trumpstani, USS Rafael Peralta და USS Masoni ჰორმუზის სრუტეს უბრალოდ კი არ გადიოდნენ. ისინი განთავსებული იყვნენ როგორც თვალსაჩინო სამიზნეები, რომლებიც ირანის პასუხის პროვოცირებას ისახავდნენ მიზნად. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა სატყუარა გადაკლაპა. მისი ეგრეთ წოდებული კოღოს ფლოტის დოქტრინა ეფუძნება სწრაფი შეტევითი ნავების, დრონების, სანაპირო რაკეტების გაშვების და ასიმეტრიული შევიწროების ტაქტიკას, რომლებიც სპარსეთის ყურის სანაპიროსა და ახლომდებარე კუნძულებზე და დაფარული პოზიციებიდან ხორციელდება. გამანადგურებლები მოწყვლადად გამოიყურებოდნენ. ისინი არ იყვნენ მოწყვლადები. შეტევის დაწყებისთანავე აშშ-ის სადაზვერვო, სათვალთვალო და რეკონესანსის საშუალებებმა, მათ შორის სარადარო თვითმფრინავებმა, დრონებმა, თანამგზავრებმა და საზღვაო სისტემებმა, რეალურ დროში დააფიქსირეს გაშვების ნიშნები და განსაზღვრეს შეტევის ვექტორები. ამან აშშ-ის სამხედროებს საშუალება მისცა სწრაფად გამოევლინათ და დაემიზნებინათ ირანის დამალული გაშვების ინფრასტრუქტურის ის ნაწილები, რომლებიც თავდასხმასთან იყო დაკავშირებული. ანგარიშის მიხედვით სამიზნეებს შორის იყო IRGC-თან დაკავშირებული პოზიციები ხასემის კუნძულზე, ბანდარ აბასში, ბანდარ გამისში და სირიქში. სანაპირო სარაკეტო გაშვების ინფრასტრუქტურა, უპილოტო სწრაფი თავდასხმის კატერები, განლაგების ადგილები, ნაღმების დასაგები ხომალდები, იარაღის საცავი და ლოგისტიკური ობიექტი. არც ერთი აშშ-ის ესკადრონული ნაღმოსანი არ დაზიანებულა. უფრო ფართო მნიშვნელობა ისაა, რომ ირანის ასიმეტრიული საზღვაო დოქტრინა დროებით მის წინააღმდეგ შემოტრიალდა. წლების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა ეკრნებოდა დაფარვას, უარყოფის შესაძლებლობას, ლობას, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, გაფანტულ გაშვების სისტემებს და მასობრივი შეტევის ტაქტიკას, რომლებიც მიზნად ისახავდა საპასუხო დარტყმის გართულებას და პირდაპირი ტრადიციული დაპირისპირების თავიდან აცილებას. ამის ნაცვლად თავდასხმამ რეალურ დროში გამოავლინა ამ ქსელის ელემენტი და აშშ-ს საშუალება მისცა სწრაფად დაერტყა მის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურას, ხანგრძლივი ესკალაციის გარეშე. ეს არის თანამედროვე სამხედრო სტრატეგია თავისი ყველაზე ეფექტური ფორმით. აიძულო მტერი აგრესიით გამოავლინოს დამალული სისტემები. ოპერაციული ქსელები მყისიერად დაასახო რუკაზე და გაანადგურო კრიტიკული წერტილები მანამდე, სანამ ისინი გადაადგილდებიან. ირანისთვის ჰორმუზის სრუტე ერთადერთი ბერკეტია, რაც მათ აქვთ. და სწორედ ამიტომ გაატარეს 10 წლეულები ამ დამალული ობიექტების ქსელის აშენებაში პირდაპირ სანაპიროზე, რათა შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სრუტეში შესული და გამოსული გემები და რა თქმა უნდა, თავად გაეკონტროლებინათ ნაკადის მოძრაობა. და ახლა ეს კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტა, რადგან შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ის, რისი აშენებასაც ირანი 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა. სინამდვილეში თუ ცოტა დრო გაქვს, შეგიძლია ნებისმიერ ვებგვერდზე ნახო სატელიტური სურათები და საკუთარი თვალით ნახო ამ ბრძოლის შედეგები, რომელიც 2 დღის წინ მოხდა. შეგიძლია ნახო, რომ რაღაცები ჯერ კიდევ იცვის ჰორმუზის სრუტესთან, განსაკუთრებით ომანის მხარეს, რადგან სწორედ იქ გაანადგურა აშშ-ს საზღვაო ძალებმა, აშშ-ს საჰაერო ძალებმა და რა თქმა უნდა აშშ-ს არმიის დანაყოფებმა ირანის რევოლუციური გვარდიის ბოქჰამერები. ეხლა მოლაპარაკებების ხრივ ამან არაფერი შეცვალა. და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ ირანელებს დათმობაზე აძლევს. შეერთებული შტატები იმედოვნებდა, რომ იქნებ, უბრალოდ იქნებ. ირანს მშვიდობა მოუნდებოდა და ისინი სამართლიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებდნენ. მაგრამ ამ დათმობებმა მხოლოდ გაამაგრა ირანში მყოფი რადიკალები. და ეს ნიშნავს, რომ ირანში გარკვეული სახის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, სადაც ერთ მხარეს ხვავს ირანის რევოლუციური გვარდია, ხოლო მეორე მხარეს ირანის სამოქალაქო მთავრობა. ეს არის ის, რაზეც New York Post-მა გუშინო გააკეთა რეპორტაჟი. შეხედეთ ამ ანგარიშს. ომის მოსურნე, რევოლუციური გვარდია ინარჩუნებს კონტროლს ირანზე
მაშინ როცა აშშ-ში ცდილობს მხიფე ზავის შენარჩუნებას. ეს უშნო შიდა ძალაუფლების ბრძოლა ირანში ართულებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან, რადგან ომის მომხრე და დიპლომატიის მომხრე ჯგუფები იბრძვიან იმის შესახებ, უნდა დათანხმდეს თუ არა თეირანის შეთანხმებას, თუ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ომი. ეხლა გუშინდელი დღის მდგომარეობით, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ძალაუფლების ბრძოლისა, ჩვენ ველოდით ირანის პასუხს აშშ-ის ბოლოს სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც სინამდვილეში არც იყო ნამდვილი სამშვიდობო წინადადება. ეს უფრო იყო შეთანხმება, სადაც ორივე მხარე ძირითადად თანხდება მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოლაპარაკებაზე. ამავე დროს ბლოკადა იხსნება და ჰორმუზის სრუტე ღია. ეს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანს დაახლოებით 3 დღის წინ გაუგზავნა. და გუშინ იყო ვადა. გუშინ ღამე იყო ის დრო, როცა ირანი, როგორც ამბობენ, პასუხობდა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს თავად პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა. კონკრეტულად თქვა, რომ ამ შეთანხმების ვადა ირანის პასუხის ვადა იყო გუშინ. მოусმინეთ. არ მგონია რომ უნდა. აქ ვიყოთ ეს სახამოს. გონია რომ გაზიხათიანურებენ ამას. არ ჩანს, რომ ირანმა რეალურად უპასუხა. სინამდვილეში ჩვენ არ მიგვიღია არანაირი დადასტურება არც პაკისტანისგან, არც შეერთებული შტატებისგან და არც ირანისგან, რომ მათ რამე თქვეს. არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს ეს. ყველაზე ოპტიმისტურად თუ შევხედავთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ირანში ხელს უშლის ერთიან გადაწყვეტილებას, რომელზეც ყველა შეთანხმდება. ეს ალბათ ყველაზე ოპტიმისტური ხედვაა. ყველაზე პესიმისტური კი იქნებოდა ის, რომ ირანმა ფაქტობრივად უარი თქვა და უბრალოდ იგნორირებს შეერთებულ შტატებს. ანუ პასუხსაც კი არ აძლევენ. ფაქტობრივად ხო იცი, როცა ახალ ადამიანს ესაუბრები და ხვდები, რომ პასუხის არ მიცემა თავისთავად პასუხია, შეიძლება ესეც ასეთი სიტუაცია იყოს. მომავალში გავიგებთ. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ არანაირი პასუხი არ მიგვიღია არავისგან. და უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, ან კი 12 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ირანს უნდა ეპასუხა. ეხლა გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ რაღაც სხვაც ახსენა. თუ ირანი არ უპასუხებს, თუ ისინი არ დაეთანხმებიან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ Project Freedom თავიდან დაიწყება. იგივე, ამერიკული სამხედრო გემები დაიწყებენ ჰორმუზის სრუტის გარშემო მოძრაობას. შევლენ და გევლენ და გამოვლენ. დააკონვოირებენ გემებს სპარსეთის ყურიდან და შეიყვანენ გემებს სპარსეთის ყურეში, რათა მათ შეძლონ ტვირთის ნავთობის ჩატვირთვა. მოусმინეთ. ჩვენს ფაქტს ავირჩევთ, თუ მე უნდა გავაკეთო ეს, რადგან ეს უკვე ხელმოწერილია და გადამოწმებულია. მართლარიჩაკ პროექტს მოგიძებნით. ხოც რომ ეს გააკეთოს ბექფუჩეირის მეშვეობით, რომელიც არის We Row მოიყვანოს კლასი თავის მატარებელზე. თუ არ გეწინება, გთხოვ, დამელაპარაკეთ, ხო. ვიფიქრე, რომ პროექტი მქონდა მართლა რომ გამეკეთებინა, მაგრამ სინამდვილეში სფაქსებიც მათ სამის გასაკეთებლად. შეგიძლია დაბრუნდე პროექტზე მართლა, ამასთან ერთად ქუჩებზე გთხოვ. Project Freedom Plus, ანუ პროექტი თავისუფლება პლუს სხვა სისტემები. ეხლა თუნდაც Project Freedom-თან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ნარატივი, თუ რატომ დაიხურა ის. შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადების მიხედვით, განცხადება, რომელიც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა, მან თქვა, რომ დროებით აჩერებს Project Freedoms, კეთილი ნების ნიშნად, რათა ირანელებმა უპასუხონ ურთიერთგაგების მემორანდუმს და შეძლონ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლა. ეს იყო ერთ-ერთი მრავალი დათმობიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მას შემდეგ, რაც ეს ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. და თუ ირანი რეალურად არ უპასუხებს, ან თუ გავიგებთ, რომ ირანმა არ უპასუხა, ან უარი თქვა ამ შეთანხმებაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ში დაუბრუნდება Project Freedoms. კარგი, სწორედ აქ მინდა ვისაუბრო მეორე ნარატივზე. და ეს არის ნარატივი, რომელსაც შევიტყობთ ამერიკის შეერთებული შტატების მედია საშუალებებიდან, სადაც განაცხადეს, რომ საუდის არაბეთი და ბარეინი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ აშშ-ში გამოაცხადა Project Freedom მათი ჩართულობის გარეშე. რადგან საბოლოო ჯამში თუ აშშ-ში იყენებს ამ ბაზებს, აშშ-ში სჭირდება საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გამოყენება. შესაძლოა სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო სივრცეც, რათა უზრუნოქოს ამერიკული სამხედრო გემების დაცვა სპარსეთის ყურეში და ასევე დაიცვას სხვა სამოქალაქო გემები, რომლებიც ცდილობენ ჩვეულებრივად განაახლონ მოძრაობა. მათ სჭირდებათ წვდომა საუდის ბაზებზე, საუდის საჰაერო სივრცეში. რადგან საუდის არაბეთთან კონსულტაცია არ გაურლიათ ამ Project Freedom-ის შესახებ, თავდაპირველად მათ უარი უთხრეს შეერთებულ შტატებს, რომ გამოეყენებინათ საჰაერო სივრცე და ის ავიაბაზები, რომლებიც ამ ქვეყნებში აქვთ. მაგრამ იმ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, როგორც ჩანს, საუდის არაბეთმა პოზიცია შეცვალა. მათ სიამონებით მისცეს ნება შეერთებულ შტატებს გამოეყენებინათ ავიაბაზა, განსაკუთრებით თუ ეს ჰორმუზის სრუტის გახსნას ეხებოდა. რადგან, როგორც თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ, ჰორმუზის სრუტის გახსნა ყველა სხვა სპარსეთის ყურის ქვეყანას სურს, გარდა ირანის ისლამური რესპუბლიკის. ეხლა ირანული თვალსაზრისით აშშ-ის ბლოკადა ეკონომიკას აღჭობს, მაგრამ ჩანს, რომ რადიკალები გზებს პოულობენ გადარჩენისთვის. წლიური ინფლაცია ირანში ახლა 50%-ში ადგენს. საკვების ინფლაცია 100%-ზე მეტია, ასე რომ ფასები ყოველ წელს ორმაგდება. რეალი აგზელებს ვარდნას.
მან რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია და ადამიანები, ვისაც შეეძლო, ფულთან ერთად ტოვებენ ქვეყანას. და ამისთვის კარგი მიზეზი არსებობს. შეხედეთ, რა გააკეთა ეხლახან ირანის სასამართლო ხელისუფლებამ. მათ ახლახან ჩამოართვეს 200-ზე მეტი ქონება იმ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება შეადანაშაულებენ. არც სასამართლო პროცესი, არც სამართლიანი მოსმენა, არაფერი. ხალხი კარგავს საარსებო ცხაროს, რადგან რეჟიმს გადარჩენისთვის ფული სჭირდება. ეხლა კი, ამას გარდა, გუშინ საინტერესო რამ მოხდა. პირველად ამ ომის დაწყების შემდეგ, ანუ პირველად 28 თებერვლის შემდეგ, ირანის ოფიციალურმა პირმა, პარლამენტის წევრმა, ოფიციალურად აღიარა ის დაზიანებები, რომლებიც ამჟამინდელმა ლიდერმა მუსტაბა ხამენეიმ მიიღო თავდაპირველი დარტყმის დროს. მოусმინეთ. ინციდენტის დღეს ოფისში ვიკავი. საჰაერო დარტყმა დაახლოებით 30 მეტრში მოხდა ჩვენგან, სადაც გენერალი შირაზი და მისი კოლეგები ნაწილებად იქნენ გახლეჩილი. დაახლოებით 70-ან 80 მეტრში ჩვენგან მათ დაარტყეს ლიდერის სამუშაო ადგილს და სწორედ მაშინ მოხდა ეს შემთხვევაც. ბომბებისა და რაკეტების თავდასხმების დროს მის აღმატებულება აიათოლა მუჯთაბა ჰოსეინი ხამენეი იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც ჩვეულებრივ ასწავლიდა. ის სიმდღეს იქ არ იყო. ის ადგილი მიწასთან გაასწორეს. მათ დაარტყეს მის სახლს, სადაც მისი ცოლი მოკლეს. ის გზაში იყო. კიბეებზე ადიოდა ზევით, როცა რაკეტა იქ მოხვდა. ჰადადი მოკლეს. მეზბაჰი, რომელიც ქვედა სართულზე იყო, მოკლეს. მისი აღმატებულება აიათოლა მუჯთაბა კიბეზე იყო, როცა აფეთქების ტალღამ მას დაარტყა და ძირს დააგდო. მისი მუხლის თავი დაჭრილი იყო, მსუბუქად დაშავდა, ასევე ზურგიც ოდნავ ჰქონდა დაზიანებული. მადლობა ღმერთს, ბოლო კვირებში ზურგი მოურჩა და ღმერთის ნებით მისი მუხლის თავიც ძალიან მალე გამოჯამრთელდება. ის სრულად ჯამრთელია. სულ გასულ კვირას ჩვენი ერთ-ერთი ძვირფასი მეგობარი მას შეხვდა. ის შუბლის ტრავმა, რომელზეც ის საუბრობდა, სრული ტყუილია. მას ყურის უკან პატარა ჭრილობა ჰქონდა, რომელიც საერთოდ არ ჩანს, როცა ტურბანს ატარებს. და ისიც უკვე დამუშავებულია. ის სრულიად ჯამრთელია. მტერი სხვადასხვა საბაბით ცდილობს მოიპოვოს მუჯთაბა ხამენეის ხმა ან ფოტო, რათა შემდეგ გამოიყენოს იგი. მოითმინე. არ იჩქარო. როცა დრო მოვა, ის მოვა და ყველა თქვენგანთან ისაუბრებს. ილოცეთ მისი ჯამრთელობისთვის, მისი ღირსებისთვის და იმისთვის, რომ სრულად შეეძლოს ამ ხალხის ხელმძღვანელობა. ეხლა, რამდენიმე რამ. პირველ რიგში ვთქვათ, ASHS-ის ან ისრაელის დაზვერვას სურდა ხამენეის მოცილება. მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ ისე, რომ მისი ხმა არ მოესმინათ, ან იცით, არ ენახათ ვიდეო, რომელსაც ის საზოგადოებისთვის იწერს. რეალურად, როგორც ჩანს, მისი დაზიანებები უფრო მძიმეა, ვიდრე ირანის მედია და ირანის ოფიციალური პირები აღიარებენ. სწორედ ამიტომ მან არ ჩაწერა ვიდეო და არც კი გაუგზავნია ხმოვანი ჩანაწერი. თუ IGC-ს ნამდვილად უსაფრთხოება აწუხებდა, მაშინ IGC-ის წევრები ცეცხლის შეწყვეტის დროს გარეთ არ გამოვიდოდნენ. IGC-ის მეთაურები თავისუფლად დადიან. საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩადის და მთელ სოფლიოში მოგზაურობს. პარლამენტის სპიკერიც თავისუფლად დადიოდა და მოლაპარაკებებზეც მიდიოდა. ეს იმიტომ ხდება, რომ საკმაოდ დარწმუნებული ვარ ირანს აქვს გარანტიები შეერთებული შტატებისგან, რომ არც ASHS-ში და არც ისრაელის ძალები არ გაანადგურებენ ირანის ხელმძღვანელობის არც ერთ წევრს, სანამ ეს ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება. ასე რომ თუ ისინი ნამდვილად ღელავდნენ უსაფრთხოებაზე, არავინ გამოვიდოდა გარეთ. მათ შორის არც უზენაესი ლიდერი. ალბათ ყველაზე სავარაუდოა, რომ უზენაესი ლიდერის დაზიანებები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ირანელები მზად არიან აღიარო. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე, როგორც ეხლა იქცევა, უნდა დაბრუნდეთ თუ. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 1979 წლამდე დაუბრუნდეთ, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დაუბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯარების დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა გამოიცანით? ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. ასე რომ თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემული ბულებით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ იმ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.